რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აღარ აინტერესებს. ასე დასკვნამდე მიდიან ანალიტიკოსები, როდესაც აანალიზებენ ბოლო მესიჯებს, რომლებიც თეთრი სახლიდან მოდის. მაგალითად ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივენ ვიტკოვი არ ჩქარობენ კიევში ჩასვლას. რადგან ვაშინგტონში არ არიან დარწმუნებულები, რომ აშშ-ის მონაწილეობა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში რაიმე შედეგს გამოიხებს. კარგი, ვიტკოვისა და კუშნერის ვიზიტი აპრილში გააუქმეს, მაგრამ ხომ შეიძლება მოლაპარაკებები მაინც ტექნიკურ დონეზე გაიმართოს. მაგრამ აქაც კი არის პრობლემა. უკრაინის საელჩომ აშშ-ში დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი აშშ-ისგან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის წინადადებაზე კიევში ტექნიკური ჯგუფების დონეზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. აქ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ ჩართო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსება მოქმედების პროგრამაში, რომელიც მოქმედებს ჯერ კიდევ 2016 წლიდან 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში. ამიტომ ვლადიმირ ზელენსკი სულ უფრო მეტად თურქეთისკენ იხურება, როგორც უფრო სანდო შუამავალს მოლაპარაკებებში. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pitchy News-ი. ამ ვიდეოს აღწერაში იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მოკლედ, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩიხში შედის და დაუწყებას ეწემა. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივენ ვიტკოვი არ ჩქარობენ კიევში ჩასვლას, რადგან ვაშინგტონში არ არიან დარწმუნებულები, რომ აშშ-ის მონაწილეობა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში სასურველ შედეგებს მოიტანს. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინულმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ The Kyiv Independent-მა განაცხადა. ახლა კი მათ ციტატას მოვიტანთ. მათ ბევრჯერ დაჰპირდნენ კიევში ჩამოსვლას, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ ეს, განაცხადა მაღალი რანგის უკრაინულმა ჩინოვნიკმა. მრავალთვიანი შიდა დისკუსიები მიმდინარეობდა შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც კუშნერისა და ვიტკოვის პირველი ვიზიტი იქნებოდა უკრაინაში. ეს ვიზიტი უნდა გამხდარიყო ბიძგი რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ოს სამხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის, ომის შეწყვეტის თაობაზე, რომლებიც ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ისინი გაყინული და 2 თვეზე ნაკლებ დროში, რადგან შეერთებული შტატების ყურადღება ირანში ომზე გადაერთა. მაგრამ რა უშლის ხელს ჯარედ კუშნერისა და სტივენ ვიტკოვის ვიზიტს კიევში? აღმოჩნდა, რომ ორივე სპეციალური წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი და სტივენ ვიტკოვი, კვლავაც ღრმად არიან ჩართული აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში, რომლებიც ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში დომინირებს, ეს აშკარა. ამავე დროს, ომის დაწყებიდან უკრაინის ცის დახურვის გამო, მოლაპარაკებებს მონაწილეებს მოუწევდათ სხვა გზით ჩასვლა. ამავე დროს, როგორც პოლონეთ უკრაინის საზღვარზე მყოფი დელეგაციები, ასევე პრეზიდენტები, იქიდან უკვე მატარებლით გაემგზავრნენ კიევში, მაგრამ ეს რთულია სტივენ ვიტკოვისთვის, რომელიც უკვე ასაკშია. მას 69 წელი აქვს. მისთვის რთულია მატარებლით მოგზაურობა. თუმცა ყველაზე მეტად ამერიკულ მხარეს აშინებს ის, რომ სტივენ ვიტკოვისა და კუშნერის შესაძლო ვიზიტი კიევში საბოლოოდ გამოავლენს მოლაპარაკების რეალურ ჩიხს, რომელიც გამოწვეულია შეუძლებლობით. მოსკოვსა და კიევს შორის ტერიტორიულ საკითხზე კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია. იმიტომ რომ რუსები დაჟინებით მოითხოვენ მთელი დონბასის წაღებას და ამბობენ, რომ უკრაინამ ეს ტერიტორია მათ უნდა გადასცეს. უკრაინის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ იპოვოს მისარნები გადაწყვეტა. ამიტომ თეთრ სახლში გადაწყვიტეს, რომ ჯერჯერობით გაუგებარია რატო უნდა გაემგზავრონ ტრამპის წარმომადგენლები ასე შორს, რათა მოისმინონ ის, რაც უკვე ისმენეს. ამასთან ტრამპმა უკვე 100 ჯერ განაცხადა, რომ პროგრესი არის და მალე შევთანხმდებით. სიანდურეში, რა თქმა უნდა, პროგრესი არ არის. და აი თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, სრულად არ შეწყვეტილა. და უკრაინის ჩინოვნიკმა თქვა, რომ უკრაინა ეძებს ახალ ფორმატებს აშშ-სთან თანამშრომლობის გააქტიურებისთვის. მაგრამ აქ უკვე ზელენსკის პოზიცია გასაკვირი. იმიტომ რომ უკრაინის პრეზიდენტმა წინა დღეს კუშნერი და ვიტკოვი უკრაინისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ აბსოლუტურად უპატივცემულობაა მოსკოვში წასვლა და კიევში არ მოსვლა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესმის ომში მყოფ ქვეყანაში ჩამოსვლის სირთულეები, მაგრამ გაახსენა, რომ სხვა პოლიტიკოსები კიევში მაინც როგორღაც ჩამოდიან, განსაკუთრებით ევროპელები. და ჯო ბაიდენს კი როგორღაც ჩამოვიდა კიევში. ეს მაშინ იყო, როცა უკვე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობდა. რას თავარია? მან განაცხადა, რომ ციტატა ეს ჩვენთვის კი არა, მათთვისაა საჭირო.
ამავე დროს უკრაინის საელჩოში აშშ-ში განაცხადეს, რომ უკრაინამ ჯერ არ მიუღია პასუხი აშშ-სგან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის წინადადებაზე კიევში თუნდაც ტექნიკური ჯგუფების დონეზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. მიზეზი გახდა ომი ირანში და დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზების არასწორი გაგება. და შემდეგ მოვიყვანთ ციტატას უკრაინის საელჩოს განცხადებიდან აშშ-ში. დღევანდელი მდგომარეობით უკრაინული მხარე კვლავ განიხილავს ჩვენს წინადადებას და ჩვენ ველოდებით პასუხს. როგორც კი გავიგებთ მორიგი მოლაპარაკებების რაუნდის გამართვის მზადყოფნის შესახებ, არ დაეჭვდეთ, რომ მაშინვე დავიწყებთ მისთვის მზადებას. კიევი აცნობიერებს, რომ ამჟამად ვაშინგტონის ყურადღება მნიშვნელოვნად არის კონცენტრირებული ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაზე. ამავე დროს უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ აშშ-ის ფოკუსი კვლავ უკრაინაზე დაბრუნდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პრიორიტეტი ერთია. ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი. დავასრულოთ ეს ომი სამართლიანად. და ისე მოვიქცეთ, რომ ეს ომი აღარასოდეს განმეორდეს. მაგრამ საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის გუნდზე როგორც ჩანს, სულ უფრო ნაკლები იმედი. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსება, რომელიც 2016 წლიდან USA პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ შეიტანა. იქ ყოველ წელს მხოლოდ 400 მილიონი დოლარი იყო გათვალისწინებული. მაგრამ ამ თანხასაც კი ტრამპმა ამოიღო. სხვათა შორის აღნიშნავ, რომ თეთრ სახლში ბალის დარბაზის აშენების ღირებულება 400 მილიონი დოლარია. აი ეს არის ამერიკის პრეზიდენტის პრიორიტეტები დღეს. ამასთან შეერთებული შტატების 2027 წლის განსახილველი თავდაცვითი ხარჯების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს საერთოდ რეკორდული დონეა, რომელიც ამჟამინდელს 50%-ით აგემატება. და აი ამ თანხაში არ აღმოჩნდა ადგილი 400 მილიონი დოლარისთვის უკრაინისთვის. ამავე დროს CBS News-მა ამერიკელი ოფიციალური პირების შიდა შეფასებებზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ 28 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამ ფონზე გამოცემა პოლიტიკა მიუთითებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე განიხილავს თურქეთს როგორც შესაძლო ადგილს რუსებთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის. ზელენსკი აშკარად იჩენს სიფრთხილეს აშშ-ის მომავალი მონაწილეობის საკითხში და იმედოვნებს, რომ თურქეთი იქნება ადგილი მომავალი განხილვებისთვის. უკვე თქვი წინა გამოშვებებში, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება, უпростоრად განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან აშშ-ის მისამართით გახშირებულ კრიტიკას. განსაკუთრებით უკრაინის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების საკითხებზე და გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესუსტებას. ასევე იმაზე, თუ რამდენად აქტიურად ახორციელებს ახლა ზელენსკი ვიზიტებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და თუნდაც სომხეთსა და აზერბაიჯანში. ის ქმნის სრულიად ახალ პარტნიორობებს, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ამერიკაზე დიდი იმედები აღარ არსებობს. აქ რაულ ტერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააცკაპულეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. გარდა ამისა, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდი. ეს ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზაა YouTube არხის მხარდასაჭერად. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.